ზვიად დავიწყოთ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის უკვე გამოგზავნილი ეს დოკუმენტი და აქვე ვიტყვი გავიმეორებ უფრო სწორად რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი როგორც მაქვს ინფორმაცია. კი, როგორც მაქვს ინფორმაცია ტელეკომპანია პირველსაც მათაც მიუვიდათ, დიახ. რა დაიწყო ამით ახლა რა ეტაპზე გადავიდა? ის დაიწყო რაც რა კანონიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა და რა ტვირთით იქისრა კახაბექაურმა და კომუნიკაციების კომისიამ. ის დაიწყო, აქ არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი ერთი შეხედვით არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამაზე ვსაუბრობდით, ამას ვამბობდით, რომ ეს შესწორებები და ეს ინიციატივები, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას და რომელსაც ძალიან დიდი მონდომებით რომლის მოპოვებისთვისაც დიდი მონდომებით იბრძოდა კახაბექაური, აი ეს არის. ეს არის ცენზურა, ეს არის ჩარევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში, ეს არის იმ პრინციპების გაქელვა, რასაც ქვია თვითრეგულირება, რასაც ქვია რა უზრუნველყოფს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას, უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმების არსებობა, იმიტომ რომ თუ რამე შეგეშალა, თუ რამე შემეშალა მე როგორც ჟურნალისტ რომ მომმართე და მე უნდა განვიხილო ეს სიუჟეტს იმ ადამიანმა, სხვა ადამიანმა, რომელიც დაინტერესებულია და მიაჩნია, რომ ჩვენ დავარღვიეთ რაიმე ეთიკური ნორმა, უნდა მიმართოს სწორედ თვითრეგულირების კომისიას და ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი. რომელიც განიხილავს თუ ბოდიშია მოსახდელი ბოდიშს მოიხდის შეასწორებს არავის არც ერთ პასუხისმგებლიან მედიას არ მოწონს ის, რომ მას კონდეს აი ესეთი ხინჯი წამოკიდებული, რომ ის არ ღვევს ეთიკას, ის ფაქტებს და შეფასებებს ვერ მიჯნავს ერთმანეთისგან, ან არ შეუძლია დისკრიმინაციის ამაზე ფას გადაიხდის მედია. აი ეს არის ყველაზე დიდი ფასი არის მაყურებელს დაკარგავს, ხო? არც ერთ მედიას ეს არ უნდა. ჩვენ ამისთვის მარტო ამ კანონის მიღების წინა პერიოდში კი არ ვსაუბრობდით. რაც თვითრეგულირების თემის აქტუალიზებას ვახდენთ ქართულ სინამდვილეში ერთი მხრივ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღებით თავის დროზე 2006 წელს თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნით ეთერი პირველი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხო? ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. აი თელ ამ პროცესში ჩვენ ერთადერთ რამეს ვეუბნებოდით ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს, რომ თქვენივე ინტერესები დაიცავით, რომ არ დაკარგოთ ის ბერკეტი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ მედიაზე ზემოქმედების. და ის ბერკეტი, რომლითაც თქვენ შეიძლება უზრუნველყოთ, რომ დაცული იყოს მედიის თავისუფლება. ეს ფრაზები თუ შეიძლება კიდევ გამოვიტანოთ, რაც ეწერა დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მოგვივიდა, ეს ირაკლი კობახიძე მინდობილი პირი ყავს და მან შეიტანა, ქართული ოცნების დოკუმენტია ეს. აი მაგალითად, აქ იქნება ახლა სიტყვები, რა უნდა ვთქვათ მზია ამაღლობელზე. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი. რომ ის არის პოლიტპატიმარი, უკანონო პატიმარი, არ ვიცი ყველაფერი. სინდისის პატიმარი. სინდისის პატიმარი. აი პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი, კარგით, აი რეჟიმის ლიდერი ბიძინებაში, რეჟიმის საქალაქო სასამართლო, რეჟიმის წარმომადგენელი და ვამბობთ რეჟიმის პატიმარს. აი ასეთ შემთხვევაში მედიას, ანუ როცა სიტყვას უბრძალავენ, როგორ უნდა იმაუწყებლოს მან, აი როგორ უნდა გადასცეს შინაარსი საზოგადოებას, როდესაც სიტყვებს და წინადადებებს უბრძალავენ და აქ მხოლოდ ერთს დავაზუსტებ ზვიად, ეს არ არის მხოლოდ ესე იგი საინფორმაციო გამოშვებებზე, აქ არის საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებზე, საავტორო გადაცემებზე, ყველაფერზე ისეთი ინტერპრეტაციის მიცემა შეუძლია, რომ აი პრაქტიკულად სიტყვას ვერ ვიტყვით, ეხ თქვით და შემდეგ ეთერზე. როდესაც ქართული ოცნება სულ მონოპოლიზებას ახდენს საეთერო სივრცის ერთი მხრივ იმით, რომ პროპაგანდისტულ არხებზე მიდის თვითონ და მეორე მხრივ იმ არხებზე, სადაც შეიძლება მათთან გაიმართოს რაიმე ტიპის დისკუსია, პოლემიკა, იქ საერთოდ არ მიდის და არ უნდა რომ იქ გამოჩნდეს, ამით ქმნის ის იმ ველს, რომ კითხვები რჩება უპასუხო, ხო? თორემ კითხვები თქვენ გაქვთ.
და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც ნინოც წლებია ბევრ ვამბობთ, კითხვას რომ მოდით. დავუსვამთ ირაკლი კობახიძეს მამუკამდინარაძე შალვა პაპუაშვილს ამ ეთერში და ძალიან საინტერესო იქნება ეს თქვენი დისკუსია მათთან, თქვენი ინტერვიუ მათთან. ცხადია და არ მოდიან. ჩვენი აუდიტორიისთვის და იმ კითხვებზე დარჩეს თუ არა განცდა აუდიტორიას რომ პრორუსული არის თუ არა პოლიტიკური რეჟიმი ამის ინტერესი უნდა გქონდეს სწორედაც და მაყურებელი გამოიტანს და დასკვნას. მაყურებელი შეაფასებს ამას, მაგრამ როდესაც ის ერთი მხრივ არ მოდის თქვენთან და არ საუბრობს, არ მიდის ტელეკომპანია კავკასიაში, არ მიდის ტელეკომპანია პირველში და ნუ მთავარში ვეღარ მივა, ხო? მაგრამ არც იქ არ მიდიოდა იმიტომ, რომ მას არ უნდა ამ თემებზე საუბარი, მას ურჩევნია პროპაგანდისტულად არწმუნოს თავისი აუდიტორია, რომ ის არ არის პრორუსული და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს კითხვები ჩნდება და როდესაც პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ მე ევროკავშირთან ურთიერთობას ვწყვეტ, ეს თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ შედის იმ ქვეყნის ინტერესებში, რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროპული განვითარება და ეს არის რუსეთი და შესაბამისად ამ ხელისუფლების იარლიყი რომ არის პრორუსული თვითონ მიიკრა, თქვენ კი არ მიაკარით, მე კი არ მივაკარით, თვითონ მიიკრა ეს იარლიყი და შესაბამისად აქ ეხლა მოდის შეტევაზე და იყენებს აი ამ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ფაქტი და შეფასება როგორ გავმიჯნოთ, ხო, იყენებს ძალიან ვირეშმაკულად თქვენს წინააღმდეგ, TV პირველის წინააღმდეგ, იმიტომ რომ დააზიანოს ქართული საზოგადოება, რომ მან ვერასოდეს ვეღარ შეძლოს მერე ინფორმაციის მიღება.